მოგესალმებით. გვიან მომიწია ის ვიდეოს ჩაწერა. ეს იმიტომ ხდება, რომ სოსოს ჯერჯერობით დაზიანებული აქვს მობილური, ანუ ეკრანი აქვს მთლიანად დამსხვრეული და ველოდები ახლა ამ დღეებში უკვე ასე ვთქვათ, თბილისშია ამანათი ჩამოსული, თემუს ამანათი და უკვე აი განაწილების ის პროცედურაა და იმედი მაქვს, რომ მალე მოვა დამირეკავენ და თქვენც გაჩვენებთ, ანუ ესე შევუყვეთ რა მერჩივნა, იმიტომ რომ აქ ძალიან ძვირი დამიჯდებოდა ეკრანის გამოცვლა, თვითონ ხელობა და მოკლედ ესე ვარჩიე და თან რა არის იცით თუ დაკვირვებული ხართ თემუს აპლიკაციაში როცა რაიმე გინდათ კალათაში რო ჩააგდებთ და მე რაღაცა დროის მერე წაშლით თვითონ თემუ ამოგიგდებთ იმავე პროდუქტს ოღონდ ძალიან დაბალ ფასში ხო და ეს ვანდამაც მითხრა ისე მეც შევამჩნიე ესეთი რაღაც მაგრამ უფრო მეტად დამიდასტურდა რა ვანდამ რომ მითხრა ესეთი რაღაცა და მოკლედ გავაკეთე ესეთი რაღაცა და მართლაც დაბალ ფასში თავის ფასი ძალიან დიდი ფასი ჰქონდა სხვათა შორის ამ ეკრანს დიდი ფასი ანუ რაც მე წარმომედგინა რა ყოველ შემთხვევაში თავიდან და 36 მგონი 36 ლარი მოუწია და მოკლედ ზუსტად ისე გავაკეთე და ამომიგდო რა ვარიანტი იაფისა და ზუსტად მაგ დროს ისე მოხდა რომ დედამ რომ მას ესხა ასე ვთქვათ კრედიტის ფული იქიდან ავდექიდან გავაკეთე შეკვეთა იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა იმიტომ რომ უნდა მეჩქარა ბავშვს არა აქვს ტელეფონი და სჭირდება საჭიროც არის კი ნამდვილად საჭიროა არა იმიტომ რომ ბავშვმა ითამაშოს და რაღაცა უბრალოდ საკონტაქტოც ანუ ეხლა იგივე თანხა ეხლა რაც იქ დავხარჯე 36 ლარად უბრალოდ ტელეფონს კი ვიყიდიდი უბრალოდ კონტაქტზე რომ ბავშვი გამოსულიყო ხო რომ დამჭირდებოდა თქვათ იგივე სკოლაში აგამი და ვარჩიე ესეთი ვარიანტი ხო და მოკლედ ველოდები რა ეხლა ეს მოგვარდება ეხლა რას მოვაყოლე ეს იმიტომ რომ ჩემი ტელეფონი ეხლა როცა რაღაცა ბავშვს აინტერესებს ხოლმე ისეთი რა რაც მობილურის უფრო მოსახერხებელია მართმევს ხოლმე რა მობილურს და შესაბამისად ხან შეერთებული აქვს და ისე გამოიყენებს ხოლმე ხან მოხსნილი და აი ესე დღეში ესე წვალებით ესე ტენით იცლება თან ჩემი მობილური ძალიან სწრაფად იხარჯება ხო და ესე როცა ეხლა დაიტენა ცდილ უფრო სწრაფად ჩავწერო ეს ვიდეოც ხო და ასე ვთქვათ 70%-ზე როგორც იქნება არა 83 ხო სოსო 83% იყო ხო ეხლა მობილური და დაიტენა. ხო და ისა 38-ო შეტრიალებულიო მეხუმრება ხოლმე ესე და მოკლედ დაიტენა რა და მეთქი ჩავწერ ვიდეოს. ხო და ეს დღეები კიდე აი გუშინ ახლა რატო არ ვიყავი მოკლედ პატარა ფინანსური კრიზისი გვაქვს იქიდან გამომდინარე რომ გადასახადების დრო რაღაცნაირად არ ემთხვევა ხოლმე რა მას მაგალითად 12-ში რომ კრედიტი მქონდა დასაფარი სრულად არ დამიფარია ნაწილი გადავიხადე და ახლა YouTube-ის ხელფასს ველოდები და YouTube-ის ხელფასიდან უნდა დავფარო მთლიანად ანუ კრედიტი და ამასთან ერთად თან ყოველდღიურად დედა რომ მირიცხავს ხოლმე და პლუს ის პირდაპირ ვირიცხავ დენის გადასახადზე რომ დენი არ გაგვეთიშოს იმიტომ რომ 22-მდეა და ანუ ხვალამდე და მოკლედ ესეთი მდგომარეობაა და წვალებაში და ამ ფიქრებში და ამ მაშინ ხო თან გუშინ კიდე ისე მოხდა რომ ინტერნეტიც გაგვითიშეს თავისთავად ახლა არ მქონდა არანაირი ისა თანხა გადასახდელი ვანდამ რაღაც ის ჩამირიცხა თვითონ ხელფასს რო აიღებს ხოლმე ხანდახან იცის ხოლმე რომ 10 ლარს 15 ლარს ესე ჩამირიცხავს ხოლმე და ხანდახან მეცაც და ეხლა ამ ეტაპზე ცოტა ნაკლები იყო ისე მოხდა რომ
ხო მე მარკეტის ვალიც, ну მოკლედ პრობლემების ბუკეტი, ну თაიგული ქართულად. ხო და ასე ვთქვათ, ისე ვანდა დამეხმარა და გუშინ დამიფარა ინტერნეტი, საკმაოდ ძვირი დაждდა, იმიტომ რომ შეეშალა რა, ну ეხლა ესე მითხრა რომ იქო რასაც მაჩვენებსო ვერ ვცვლი იმ თანხასო. მოკლედ მე როგორც ვიცი, მე ვცვლიდი ჩვეულებრივად და ვიხდიდი და ეხლა TBC-დან ნამდვილად არ მიცდია და 19 ლარს და რაღაცას აჩვენებდა. ეს ზუსტად ვიცი მე რომ ეს იყო აი ეს კრედიტისას რომ იმაშვები ხოლმე რა, ანუ როცა გეთიშება ინტერნეტი კრედიტს ხო ააქტიურებ და მე კრედიტის 10 დღე გეძლევა და მე უკვე ჩვეულებრივად უნდა გადაიხადო ის სრული თანხა. მე ახლა ინტერნეტისას ვიხდი საერთოდ 40 ლარს და ამ ეტაპზე ჩემ მეზობელს რო გავუნაწილე ინტერნეტი, ესე შევთანხმდი, ну თვითონ შემომთავაზა და მე უარზე არ წავედი, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ეხლანდელ პერიოდში როგორ მიჭერს ამ კუთხით და 20 ლარს ისიხდის, 20 ლარს მე და მოკლედ ჯერ არ მოუწია მეზობელს ეს თანხა და აქედან გამომდინარე 40 ლარი იყო იმ 19 ლარის ზემოდან კიდე გადასახდელი. და ზუსტად 40 არ ვიწყავ ხოლმე, საერთოდ ვიწყავ 51, რომ იქ რაღაცა ის საკომისიო რაღაცა არ იყოს კიდე დარჩენილი და ამიტომ ესე მირჩევნია ხოლმე თავს ვისვარ. ხო და მოკლედ 19 და რაღაცა თეთრები იყო, ესეც ხო გადაიხადა, იმიტომ რომ და მე თავისთავად არ ჩაერთო ინტერნეტი და მე უკვე 40 უნდა გადაგეხადა და მოკლედ გამოვიდა რომ ფაქტიურად 60 ლარი ჩაეცხა ლანდარ და მოკლედ რამდენი მოკლედ თქვი. ხო და რომ ავიღებ YouTube-ის ხელფას დიდება უფალს რომ ამ თვეში ასე თუ ისე ნორმალურად გამომივიდა. თუ სწორედ მახსოვს, ну ახლა 104-ს მაჩვენებს, მაგრამ შეიძლება თქვათ ხელზე ავიღო 100 евро. 100 евро კიდე 300 ლარამდეა, ხო? კურსი კი კარგი აქვს მაგ თვალსაზრისით, რომ ლარებში ესე გადმოდის, ხო და ხო გუშინ, ну ჩავთეთ ინტერნეტი, ყველაფერი გუშინვე და მოკლედ აი ესეთ გაწამაწიაში ვარ ეს პერიოდი, ну ეს სხვათა შორის მარტო იქიდან გამომდინარე, ახლა უმუშავარი ვარ, მარტო ეგ არ არის რომ მუშაობდი, მაშინაც მქონდა ესეთი პრობლემები, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ დავარეგულირე ის რომ ახლა გადასახადი იმისი კრედიტის რო ვიხდი, სპეციალურად გადმოვაწევინე 12 რიცხვში, რომ ანუ მოსახერხებელი ყოფილიყო ხელფასის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ხელფასი მე რიცხებოდა 10-ში ან 11-ში ესე დაახლოებით და ამიტომ უფრო ესეთი ის იყო რა, როგორც კი ჩაირიცხებოდა ხელფასი, ეგრევე ვრიცხავდი ხოლმე კრედიტს. გუშინ მანდა მეუნება დაიწყე მუშაობა დროებით მაინც მეთქი ხო მეთქი, ну ახლა თავისთავად ვთქვი კიდევაც, რომ იანვრიდან ანუ ეს დღესასწაულები რო ჩაივლის აუცილებლად ავმოქმედდები თუნდაც დროებით, რომ რაღაცა მთლად ესე არ ვიყო რა და გაზაფხულამდე მაინც რა რომ დათბება, უფრო მარტივია საერთოდ ყველაფრის კეთება, ვიდრე სიცივეში და ზამთარში, როცა 1000, ну ზამთარი ძალიან ძვირი სეზონია, ხო ასეა. იქ გათბობა გინდა, ის გინდა, ეს გინდა, მოკლედ ესეა. ხო და მოკლედ ესეთი სიტუაციები გვაქვს სახლში. ეხლა ყავას მოვადუღებ და თან უნდა გაგიზიაროთ ჩემი ემოციები ახალ ამბებზე, რაც ხდება მსოფლიოში, ცოტა არ იყოს დაშოკილი ვარ, არა იმ გაგებით რომ ვაიმე მეშინია და ძალიან შოკში ვარ, არა. უბრალოდ როგორ თქვა, ესეც არ ვიცი. მოკლედ 25 დაახლოებით რა, ესე ვიზახი 25 წლის უკან სიზმარი დამესიზღვრა, ჯერ მაშინ იკა პატარა იყო, ესეთი სიზმარი დამესიზღვრა, რომ ხედავ ცაში რაღაცა
უცხო პლანეტელების ხომალდები, რაღაცა სროლები, ცეცხლი, მოკლედ საშინელი ის იყო რა, სიზმარი იყო, აი კოშმარული მართლა და ის რომ ვიმალებოდით, ბავშვს მალავდი კარადაში და თითქოს ისეთი ის იყო რა, იქ უფროსი ბიჭი იყო და უმცროსი და ვერ გავიგე, ანუ მე მაშინ ახლა სოსოხო არ მყავდა და მეთქი ორი რანაირად, ანუ ნუ აშკარად ერთზე ზრუნავდი მეორეზეც და ვერ გავერკვიე მაშინ სიზმარში რა. ხო და და ჩავთვალე რომ ალბათ მეთქი ის პატარა იყო, მეთქი უფრო ნიკატკო და რაღაც ნუ ჩემი იმითი რა ახსნა განმარტებებით და ხო და რას ხედავდი, ანუ ქუჩებში რომ დარბოდა ხალხი, ეს აი ზუსტად რომ აგიხსენოთ როგორები იყვნენ ის უცხო პლანეტელები, არ ვიცი, აი მართლა მაღლები, ეს ნაცრისფერი რაღაცა, ეს გამხდარი, დაახლოებით აი ის რო არის, აი ეს რა ქვია მას, არკა თუ რა ქვია. ხო, აი მაგის სიმაღლე და რაღაცა გრძელი კიდურები ჰქონდათ და როგორ დადიოდნენ, იცით, რაღაცნაირად აი ესეთი სიარული ჰქონდა, ის რომ აი შემზარავი რომ დაინახავდი და საშიში სახეები, რაღაცა ესეთი წვრილი, პატარა პირი და წვრილი კბილები, დაკრეჭილი, რაღაცა იარაღები ეჭირათ და თან ერთი ესეთი სცენა იყო, რომ დავინახე ცოტა შორს რა, როგორ ადამიანი როგორ აწია ესე და შუაზე რომ გახლიჩა ესე და ნუ ესეთი სიტუაცია იყო რა, სიზმარში საომარი რა, ომი იყო რა მოკლედ. ხო და ნუ ეს სიზმარი ახლა როგორ დამავიწყდებოდა ესეთი კატასტროფული. ხო და მოკლედ ეს კოშმარული სიზმარი არ მეგონა რომ აი რაღაცა მსგავს რაღაცას მოვისმენდი, რა ხდება თურმე ახლა ამერიკაში. მოკლედ საინფორმაციო გამოშვებები ასე აჭრელებულია მაგ ამბებით, რომ ახლა ამერიკის და არა მარტო ამერიკის, სხვადასხვა ევროპაშიც უნახიათ და даже საქართველოში მოკლედ ამოუცნობი ფრინავი ობიექტები, ანუ ჩვენებურად ეს შემოკლებით ინგლისურად ხარ UFO, რუსულად NLO და ქართულად არის AMO. მოკლედ ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ამერიკის თავზე, თეთრი სახლის კაპიტოლიუმის, მოკლედ იქ ადამიანებს უბრალოდ ჩვეულებრივ ხალხსაც უნახიათ, თან ბევრი ძალიან და ნუ ევროპაშიც და თურმე საქართველოშიც. რაღაც ვარძიის მხარე ეს თუ რაღაც ნახე ხო ახლა დავინტერესდი ახლა რომ გავიგე, დავინტერესდი და გადავავლე თვალი რა მოკლედ. ხო, არის ესეთი ვერსიები, რომ ეს არის მოკლედ ესეთი დადგმული, ხო, ვისი დადგმულია ახლა არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ დადგმულიაო რა ეს ამბებიო და ის რო არის უცხო რო არის ჩვენი ქართველი იუთუბერი, მაგას ქონდა ვიდეო კიდე და რო დავინახე ეს პოსტი რა, პოსტერი თუ როგორ ქვია რა, ვიდეოს ისა დასათაურება, დავინტერესდი მეთქი რა ხდება. ხო და ნუ მოვისმინე ახლა მისი აზრიც, ყველაფერი დიდი, ანუ ძალიან გავს სიმართლეს, რასაც საუბრობდა, გავს კი არა მტკიცებულებებითაც საუბრობდა, მაგრამ ჩემთვის გავიფიქრე, ვაი და არ იყოს ეს ადამიანების ამბავი და ადამიანების დადგმული თქო და მართლა რაღაცა რო იყოს თქო, აი მე სად მივდივართ. მოკლედ ესეთი ვერსია თქვა რომ ეს არის როგორც ჰოლოგრამები, დრონები, რაღაც ესეთი მოკლედ რომ სპეციფიკების საუკუნეში ვცხოვრობთ.
სიმართლეს ყალბისგან უკვე ვეღარ გაარჩევ და მართალიც რო იყოს დაუშვათ აი სიტყვაზე მე მართლა რაღაცა გადავიღე ხო შეიძლება ხალხმა შეიძლება კი არა დიდი ალბათობით იტყვის ადამიანების უმრავლესობა რომ ეს ფეიკია ეს მონტაჟია და ასე შემდეგ ხო ანუ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ რომ აი მართლა ძალიან ძნელია გაარჩიო სიმართლე ტყუილისგან და ზოგადად კიდე ტყუილი და ქურდობა რომ გამეფებულია ესე მე მგონი არ ვიცი შეიძლება ადრეც იყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა მე რასაც ვხედავ ეს არის და ვისაც კი აი სხვათა შორის ვისაც არ შეუძლია ეს ტყუილები ვისაც არ ეხერხება რა ესეთი რაღაცა და ქურდობა პლაგიატობა იგივე ანუ ქურდობა რომელიც ათმცნებაშია შეტანილი ანუ ცოდვის იმით და მოკლედ ძალიან არის გატუტუცებული ხალხი და ვისაც არ შეუძლია ამის გაკეთება, ანუ იგივე ქურდობა, პლაგიატობა თუ რაც არის და საერთოდ ზოგადად ქურდობა რა არის, ანუ განმარტება. ეს არის ნებართვის გარეშე ჩადენილი რაღაცა ქმედება, ხო? ანუ ხო, რა მოკლედ. და ტყუილები კიდე, ტყუილებიც დიდი ცოდვაა და მოკლედ რა, ვისაც ეს არ შეუძლია, ის წარმატებას ვერ აღწევს. ესეთ დროში ვცხოვრობ სამწუხაროდ. ხო და ვინც სიმართლეს ლაპარაკობს და სიმართლე ხო იცით, ყოველთვის არ არის სასიამოვნო მოსასმენიო, იმისი, ასე ვთქვათ, ჩაქოლვა ხდება ხოლმე როგორც წესი. სამწუხაროდ. ხო და ეხლა რა ხდება, არ ვიცი, მართლა კიდევ გადავხედავ ინფორმაციებს შევხედავ, მაინტერესებს მე უფრო თვითონ უცხოური არხების საინფორმაციოსაც მოусმინო, რა ვითარება, ერთმა თქვა რომ ერთ-ერთმა კიდე იუთუბერმა რომ მსგავსი მოხდაო 1952 წელსო და იგივე სცენარით ვითარდება ეხლანდელი სიტუაცია რა მოკლედ ამ უცხო პლანეტელების ხომალდები თუ დრონები თუ რაც ქვია მოკლედ ხო ეხლა ძალიან ბევრი ისეთი რაღაცებზე მუშაობენ ახლა მეცნიერები და ის რომ ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ასე ვთქვათ ძალიან წინ არის რა მოკლედ ტექნოლოგიურად წასული რა ჩვენი ცივილიზაცია უბრალოდ ყველაფრის შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია და არც ესაა გამორიცხული რომ იყოს ესეთი რაღაცები შექმნილი რომ იმიტაცია მოახდინონ მაგრამ არის კიდე მეორე მაგრამ იქნებდა მართლა რაღაცა ცივილიზაცია შემოიჭრა შეიძლება აქამდე უბრალოდ გვაკვირდებოდნენ ისწავლობდნენ ჩვენს ასე ვთქვათ სისუსტეებს და მოკლედ თან როგორც მე ვიცი წლების 10 წლების განმავლობაში როგორც მე მესმოდა ინფორმაცია ამ მფრინავ ობიექტებზე ზუსტად ისეთ ადგილებში ნახულობდნენ სადაც იყო სამხედრო ბაზები რა ზოგადად ხო და მოკლედ არ ვიცი რა გველოდება მეგობრებო არ ვიცი რა ვიცი ვიფიქროთ რომ ცუდი არაფერი არ იქნება და ღმერთმა დაგვიფაროს მართლა ესეთი მით უმეტეს სიზმარი რომ ახსენდება გახსენებაც არ მინდა ხოლმე ხო და თან კიდე რატომღაც აი ამ ინფორმაციას სანამ მოვისმენდი და სანამ გავიგებდი აი ესეთი უცნაურობა მართლა აი გეფიცები ჩვილებს მართლა არ გამიგია აი დღევანდელ დღემდე რომ მსგავსი რაღაცა ხდება ამერიკაში, ევროპაში და ასე შემდეგ, ანუ ამ უცნობი მფრინავი ობიექტების თაობაზე. მართლა არ ვიცოდი, გუშინ წინ მესისმრა უცნაური სიზმარი ესე იგი ფანჯრებიდან ვხედავდი, როგორ რაღაცა მე ხა ესე სიზმარში ვიცოდი რომ ვითომ სამხედროები იყვნენ, მაგრამ
ვიზუალურად რო ვიყურებდი, არ გავდნენ ახლა სამხედროებს, იმიტომ რომ ახლა სამხედროებს ყველა ვიცით დაახლოებით როგორი ფორმები აქვთ და ხო? ამათ რაღაცა ღია ფერის ისინი ცოტა რაღაც უფრო კომბინეზონებს გავდა, თან მაღლები იყვნენ, საკმაოდ მაღლები, ისეთი წარმოსადეგი ისინი. ეს ღია ფერის რაღაცა და ეს რაღაცა წვრილი შავი ზოლები დაყვებოდა, კანტები რაღაცა ეს ფორმებს და რაღაცა უცნაური ხომალდები იყო. მე დავინახე რომ ეს რა ქვია იმას ეგრეთ წოდებული ისტრიბიწელი დაფრინავდა თბილისის ქუჩებში მეგობრებო. აი ესეთი უცნაური სურები არც ფილმები მინახე ამ მსგავსი ესეთი ანუ უცხო პლანეტელებზე თუ ნახე, ახარ მახსოვს. შეიძლება ნახე. ვიხსენებ ახლა. მოკლედ ხო, საერთოდ არის ხოლმე გულში რომ ჩამყვება, მე თავისებურად ესე პროექცირება თუ როგორც ქვია, ესე ხდება ხოლმე. ხო და ესე მეგობრებო, ესეთი ამბები ხდება. არ ვიცი. მართლა არ ვიცი. არა და მე დიდი სამბით შეგპირდით, ამას გაჩვენებთ, იმას გაჩვენებთ, ამაზე დაგელაპარაკებით, იქ ფილმების ის მქონდა რაღაცა ანუ ნაკრებები შემოსათავაზებელი თუ როგორც ქვია, ну პირობა ხო იცით, მაინც გავაკეთებ, მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება ხა მოიცვა ამ ამბებმა. თან მანამდე ვუყურებდი ესეთ არ ვიცი თქვენ იცით თუ არა ესეთი იუთუბერი ჯენი კრავიცი, რომელიც ძალიან საინტერესო ვიდეოებს დებს ხოლმე. აი როგორ ვთქვათ მხილება რაღაცა ეს ბნელი იმების საერთოდ მსოფლიოში რაც ხდება, იგივე დისნეილენდზე, იგივე მოკლედ ძალიან ბევრ რაღაცებზე და ესე იგი მსახიობების უცნაური გარდაცვალების თაობაზე იყო და დაკავშირებული კიდე ეს ყველაფერი ფიდიდისთან, მოკლედ ეს თემა კიდე არ ცხრება და მოკლედ რა ხდება, გაგიჟდა მთელი სამყარო არის გადარეული, ჯერ არის ეს ხო ეს კოვიდზეც იყო ლაპარაკი რომ მოკლედ ვარაუდობენ რომ ხელოვნურად არისო შექმნილიო და მოკლედ რა თავს და ბოლოს ვეღარ გაიგებ და აშკარად რაღაცა რო ხდება ფაქტია და მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ და ესეთი ცოტა შთაბეჭდილებიანი თუ როგორ იტყვიან ესეთი ადამიანები, ანუ ემოციური თუ როგორ ვქვია. ну მოკლედ რომ დაგამშვიდოთ იმითი რომ რაც არ უნდა მოხდეს, ღმერთის ძალას ვერაფერი ვერ აღემატება და თუ რაღაცა იქნება, ну ღმერთის ნებით მოკლედ გადარჩება გადასარჩენი და არ გადარჩება არ გადასარჩენი. ხო და ესე რომ ხო და ესე ну მოკლედ არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება. ღმერთს მივენდოთ, უფალს მინდობილი ადამიანი ბედნიერიაო, ხო და მივენდოთ. მე ძალიან ხშირად ვაკეთებ ხოლმე ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით და მართალია რა, როგორ ვთქვა, ესეა. იგრძნობა ის მფარველობა ძუფლის და ყველაფერი. უფალს მინდობილი, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რას ნიშნავს. ანუ როცა რაღაცა პრობლემა გაქვს და არ მოდით ასე ვთქვათ, რო არ ფართხალებ და არ ნერვიულობ, ვაიმე რა ვქნა ესე, ანუ სიმშვიდეს რო ინარჩუნებ და რო იცი ზუსტად რომ ღმერთი არ გაგწირავს და ღმერთი იქნება შენთან. აი ეს ემოცია ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, მუთოკო თავი და თავი აიყვანო ხელში მაგ დროს, როცა რაღაცა ხდება ისეთი, მაგალითად ადრე როგორც იყო, თუ გახსოვთ მოყოლი მაქვს, უკვე ბანკში ხო გქონდა ის წინაბინა ჩადებული და აი უკვე დაკარგვის პირას რო ვიყავით, როგორი განცდებია ხო? და ამ დროს ყიდი ბინას და თან რო არ ჩანს ეს მყიდველი და
განიცდი ხო თავისთავად აი დღეები რო გაქვს უკვე დათვლილი და ეს დღეები გაივლის და всё უკვე რა ანუ პრობლემა იქნება ის რომ ბანკი გაგიყიდის იმას და რაღაცა კაპიკებს გადმოგიგდებს ასე ვთქვათ და აი ეს დაძაბულობა რაღაცა როგორია მაგ დროს თავი აიყვანო ხელში სიმშვიდე შეიდარჩუნო და გჯეროდეს იმისი რომ ღმერთი არ გაგწირავს ხო რთულია ეხლა დამეთანხმებით მაგრამ თქვენ წარმოგიდგენთ მე მოვახერხეს და რო წარმოვიდგენდი რა რომ აი რაღაცა ერთი რაღაცით დავიმშვიდე დავი რომ მეთქი ნუ კაი ჩანდაბას თუ რაღაცა მოხდა მეთქი მთავარია რომ ჩვენ ვიყოთ კარგად ანუ აი ესეთი იმითი ჩავანაცვლები ფიქრით რომ მთავარია ჯანმრთელობა მთავარია ისა ესე და ნუ მოვკეთ რაღაცა იქნება თქო და აი ესე უფალს მინდობილი ადამიანი ბედნიერია ხო ესე მეგობრებო ცოტა არ იყოს თან მეცინება თან არ მეცინება ისეთი რაღაცები ხდება ეხლა საერთოდ სოფლიოში შეიძლება ისიც იყოს რა ქვია იმას ხო სიტყვა დივერსია მომწონდა და არ ვიცოდი რა ნიშნავდა ეს დივერსია ხშირად ეს ბოევიკებში იყო ხოლმე ნახსენები ახლა ეს დივერსია და მე დავინტერესდი და ეხლა მივიღე ინფორმაცია ყურადღების გადატანა რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება და სხვა რაღაცაზე რომ გადაგა ყურადღება რომ ვითომ იქით გადაიტანო ყურადღება რომ ის ჩუმად მოხდეს ის რაღაცა სხვა ნუ ესეთი რა ნუ დივერსიის იმასაც არ გამოვიწყო ყველაფერი შეიძლება იყოს რა კაი გამოთქმა გვაქვს ჩვენ ქართველებს ხალხი ბრძენიაო ხო და მე მგონი მარტო ჩვენ არა გვაქვს მაგრამ ზოგადად ესეა ხალხი ბრძენიაო და ესეა შეიძლება ვიღაცეები თვლიან რომ ადამიანები არიან ბრიყვები ძალიან იოლია მათი მოტყუება იგივე კოვიდით რო ტვინი აურიეს ხალხს და დააშინეს და პანიკურ შიშამდე იყო ხალხი მისული იმ დონეზე ეშიდოდა ხალხს რომ სახე იცვალა ბევრმა მე ბევრ ისეთ ადამიანს ვეღარ ვცნობდი მაგ პერიოდში ძალიან უცნაურად იქცეოდნენ ზოგი აგრესიულიც გახდა ზოგი ნუ გამოავლინეს თავისი ყველა ნაკლოვანება იმის მაგივრად რომ უფრო შვიდები და უფრო ისეთი ყოფილიყვნენ გაწონასწორებული და უფალს მინდობილი მოდით ასე ვთქვათ უფალს მინდობილი კარგით მეგობრებო კარგი ხანი ვისაუბრე იმისთვის რომ მოვასწრო ეხლა უნდა ასე ვთქვათ ატვირთვაც და მოკლედ კარგით აბა დროებით და გემშვიდობებით იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ამ დღეებში არ ვიცი მე რას გავიგე ხვალ არის 22 ხვალ დავფარავ კრედიტს მოვაგვარებ რა მოკლედ რაღაცნაირად ამ ყველაფერს ხო და ახალ წელზე დიდად არ ვღელავ იმიტომ რომ ნუ რაც იქნება რა მოკლედ ის მთავარია ეხლა ჩვენთვის დენი არ გაგვიტიჟონ და მოკლედ რა სითბო იყოს სახლში და საკვები იყოს ანუ ყოველდღიური და ჩვენს აღარ დავეძებ იმიტომ რომ არიან ისეთი ადამიანები რომლებსაც საერთოდ არაფერი არ აქვთ და ახალ წელს ისე ხვდებიან და მშვენივრად ხვდებიან მე რა კარგით აბა დროებით გაკვეცეთ